ჯერ ხავს თხოვ, რომ სიმშვიდეზე წყარი შევინარჩუნოთ, რადგან მე პენიხილის გარეშე არ მომჩნდა საქმოს რა და მოსამართლესაც თხოვ თუ ერთი ვინმე იხმაურებს კონკრეტულად გააგოთ და არა ყველა. რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, რომ ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ და ყველაფერს ვიკადრებდა, ვისაც მინდა დავიჭერდა და ამასთან დაკავშირებით მინდა დამეთქვა, რომ ემან ხელი არავის წაგისდე და ის გირავ არავინ გადაიხადოთ, თორემ ეს ნიშნავს შეულებრივ ღარას თუ იმ გირავს გადაიხადოს და თანამებრძოლის იტოვებას. და ყველანაირ პატივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე ჰქონდა. ჩვენ შეგვეძლო რაღაცები ხელი მოგვეწერა და გავსულიყავთ ამის თანაზად, მაგრამ არ ვიკადრებდა, არც ვიკადრებდა. ჩვენს ვიკადრებდა და ბრძოლას ჩაეცნებთ. ციხეში მოხდა საერთოდ არ არის კატასტროფა ის არის, როდესაც ბრძოლას გაუვიხარ, მაშინ როცა შენი თანამებრძოლები იუძვიან ქვეყნის გადასარჩენად და ბოლოს უკრავს შეწუხებული სინდისი. სულში გასაგაჩენილი მძარე ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩალურჯებული თვალი, ჩატეხილი კბილი თუ ერთი ნახეთი დილეგი.